პირველი მეფე ვინ იცით ქართველი? ფარნავაზი. ეს არის მოქცევა ქართლისაი, სუსხვაწყარო. სადაც ნახეთ რა წერია. და პირველი მეფე მცხეთაში იყო აზო. აი ვიზეც მე მინდა ყველაზე მეტად დღეს ვისაუბრო და ჩვენი საუბარი დავუძღვათ. ეს არის კაცი, რომლის სახელი და გვარი ასოცირდება ღალატთან. დავიწყოთ და შევხედოთ ამ მოვლენებს ლიპარიტის თვალით. რა ხდება და როგორ ხდება? როგორ ვითარება წარმოიდგინეთ დამარცხებული მეფე ფეოდალს თხოვს რომ მოვალ. რაღაც მომენტში მეფემ ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტის დედა და გააუბატიურა. ეს კაცი არ არის მანდამაინც ყველაფერში დამნაშავე. ეს კაცი იწყებს თავის მოღვაწეობას როგორც მეფის უერთგულესი ადამიანი. ერთხელ სარდლობს მის ჯარს, მერე თბილისს ერთხელს თავაზობს, მეორეც თავაზობს. ათონის ივერთა მონასტერში არსებობს აღაპი. ლიპარიტ ყოფილი ანტონის სახელის მოსახსენიებლად. მადლობა პირველ რიგში თქვენ მომბრძანებისთვის. დამარცხებულთა თვალით დანახული ისტორია, ანუ დავინახოთ ისტორია ისე როგორც არა ვართ მიჩვეული. რაღაცა არის ისტორიაში, რასაც ყოველთვის უყურებთ ერთი კუთხით. ეს ისტორიკოსებსაც გვაქვს ეს. და მე ჩვენი ადგეს აღმოაჩინე, რომ თურმე შეიძლება ესე არ იყოს და ცოტა სხვანაირადაც იყოს. ეს ჩვენი საუბარი არ იქნება მცდელობა, რომ რაღაცა ალტერნატიული ისტორია დავაკეთოთ. იმიტომ რომ ელემენტარულად ალტერნატიული ისტორია არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ხოლმე სურვილი და გადაცემების კეთდება საქართველოშიც, უცხოეთშიც, სხვადასხვანაირად ალტერნატიული ისტორია არ არსებობს, იმიტომ რომ როგორც ერთხელ ერთმა ჩემმა უცხოელმა კოლეგამ თქვა, ისტორია ეკნობა ფაქტებს. და ალტერნატიული ისტორიაში ფაქტები არ აქვს. ალტერნატიული ისტორია, როგორ გითხრათ, ეს არის სურვილი, თეორია. აი აქეთაც შეგიძლია წაიყვანო, იქეთაც შეგიძლია წაიყვანო, რაც კიდე ის გააკეთო. ან ჩვენ ამით რა თქმა უნდა არ დავკავდებით, ეს არ არის ისტორიკოსების საქმე. ჩვენ ვეცდებით კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ანუ სხვა კუთხით დავინახოთ ისტორია. ის პროცესები, რომლებიც ჩვენ ვიცით, დანახული არის ძირითადად საქართველოს ისტორიაზე ვილაპარაკოთ. ძირითადად დანახულია ხოლმე ერთი კუთხით. თქვათ სამეფო კარის კუთხით. განსაკუთრებით შუა საუკუნეებს ეხება ეს. იმიტომ რომ ის ჩვენი ძირითადი წყაროები, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ოფიციალური ისტორია, ეს არის სამეფო კარის კუთხით დანახული ისტორია. და ძალიან საინტერესო იქნებოდა სხვანაირად თუ დაგვენახა. და ნუ ეს ცნობილი გამოთქმა, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ხო, მართლა ესეა, რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ საუკუნეებში, უფრო და უფრო წუნდებით, რომ ეს ესეა. უბრალოდ დამარცხებულები ვერ ახერხებდნენ ჩვენამდე მოედანად ინფორმაცია. გასაგებია, ბუნებრივია. საქართველოშიც ესე იყო. და გარდა ამისა, ეს არ ხო, კიდე ერთი რამ, ეს არ არის მცდელობა, რომ ჩემი მიერ რაღაცები გადავაფასოთ. თქვათ პიროვნება სხვა კუთხით დავინახავთ, ამიტომ რაღაცა გადავაფასოთ, სხვანაირად დავალაგოთ. არა, იმიტომ რომ ეს შეფასება ინდივიდუალურია. ყველა ინდივიდუალურად აფასებს. რაღაცა უნივერსალური შეფასება პრინციპში ისტორიაში არ არსებობს. ის რაც ერთისთვის კარგია, მეორესთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ცუდი. ხო, აი მაგალითს გიჩვენებთ მე. ეს არის მარცხნივარი ჯალალედინის ძეგლი ურგენჩში და მარჯვნივარი თემურლენგის ძეგლი სამარყანდში. ხო, ეხლა ჩვენთვის ერთიც და მეორეც მტერია და წარმოდგენა რომ სადღაც მათ ძეგლი უდგათ, შეიძლება უცებ გასაკვირი იყოს, არა? მაგრამ მათთვის ეროვნული გმირები არიან. ანუ შეფასება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენ მაგალითად ძალიან ვამაყობთ ხოლმე იმით, რომ 1128 წელს დემეტრე პირველმა ილაშქრა და განძა აიღო. და განძის კარები ჩამოხსნა და დღეს გელათში გვაქვს, არა შენახული განძის კარი. მე ნანახი მაქვს აზერბაიჯანელები როგორ წერენ ამას. რომ აი მუხანათმა ქართველებმა ისარგებლეს, რომ იყო მიწისძვრა, განძის გალავანი დანგრეული იყო, მოვიდნენ და გაგზავნეს. ხო, ანუ ეს შეფასებაც ბუნებრივია, იქნება ეს განსხვავებული. აი მაგალითი იმისა, როგორ ვაფასებთ. ეს არის მეფე, რომელიც მე ძალიან მიყვარს პირადად, ეს არის ბაგრატ მესამე. ძალიან დიდი მეფე. ერთიანი საქართველოს პირველი მეფე. მეფე აფხაზთა, ქართველთა, ტაოს, რანთა და კახთა. და მის ბიოგრაფიაში არის ერთი
როგორ გითხრათ, ის ცოტა საჩოთი რო მომენტი. როდესაც მან საკუთარი ნათესავები დაიბარა შეხვედრაზე, სალაპარაკოდ, ფანასკერტის ციხეში, დაიჭირა და დილეგს ჩააგდო. ისტორიკოსი წერს ამას ზუსტად, რომ მოიყვანა ორნი ძმანი სუმბა და გურგენ, დარბაზობად მის წინაშე შეიპყრა და შემდეგ თმოგვის ციხეში ჩაყარა, სადაც ისინი გარდაიცვალნენ. ეს ხელოვნური ინტელექტი ხო დამიხატე მეთქი და ეს დამიხატა. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორია. მიზეზი ხო, აი მიზეზი რა არის? მიზეზი არის ქვეყანას აერთიანებს. და ყოველთვის მე პირადად ვცდილობ ბაგრატ მესამე გავამართლო. და ყოველთვის ვამბობ, რომ ნუ აი ქვეყანას აერთიანებს და სხვანაირად არ გამოვა, რომ 11 საუკუნეა და არ არის 21 საუკუნე. მაგრამ ადამიანურად წარმოიდგენთ როგორია. რანაირია. ეხლა დავუშვათ ერთი რამ. ბაგრატ მესამეს რო ვერ გააერთიანებინა საქართველო, მაშინ ხო ვიტყოდით რომ ტირანია. საკუთარ ნათესავებს არ იმდობს. მაგრამ ეს არის გამარჯვებულია. და გარდა ამისა ჩვენ ამას ყველაფერს უყურებთ საქართველოს გაერთიანების კუთხით. ესეთი მაგალითი გვაქვს ჩვენ 1004 წელს დავით აღმაშენებელმა შემოერთა კახეთ-ჰერეთი. ოღონდ სანამ კახეთ-ჰერეთი შემოიერთებდა, კახელმა ფეოდალებმა, არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ, ანუ სამმა კაცმა, კახეთის მეფე აღსართანი შეიპყრეს. და მოჰგვარეს დავით აღმაშენებელს. და დღეს ჩვენ ვამბობთ, მეც ვამბობთ და ყველგან წერთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი პატრიოტული ნაბიჯი, იმიტომ რომ ამით გაადვილეს კახეთ-ჰერეთის შემოერთება და მერე დავით მეფემ ადვილად მოახერხა კახეთ-ჰერეთის შემოერთება. მაგრამ ეხლა შევხედოთ კახეთ-ჰერეთის თვალით. 90 წელია ეს სამეფო არსებობს, დამოუკიდებლად. ყავს თავისი მეფე. 90 წელი არის, ნუ მინიმუმ 3 თაობა, ხო? ესე იგი, რამოდენიმე თაობა კახეთში დაიბადა და გაიზარდა ისე, რომ მან იცის, რომ მისი სამეფო არის კახეთ-ჰერეთი, მას ყავს თავისი მეფე, ქუთაისში სხვა მეფეზის, კი ქართველია, მაგრამ სხვა სამეფოა. აი მათი თვალით არიშიანი და ბარამი ვინ არიან? როგორ უყურებდნენ, ძალიან მაინტერესებს. ხო, ეს საინტერესოა რა. ანუ რაღაცას როცა ვაფასებთ რაღაცასთან მიმართებაში. ახლა ჩვენ ვაფასებთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გაერთიანდა. ეს კარგი იყო, ეს ამის ხელსემწყობი ნაბიჯი იყო და ამიტომ ვამართლებთ, მაგრამ აი იმ დროს რო ყოფილიყავით, ნეტა რას ვიზამდით და როგორ ვიზამდით რა. მე ვეცდები რამოდენიმე აი ეს მომენტი შევჩერდე, სადაც დამარცხებულები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მათი თვალით დავინახოთ ეს ყველაფერი. აი პირველი ვიზეც მე მოკლედ მინდა გითხრათ. არის ადამიანი, რომელსაც ნაწილობრივ გაუმართლა. ნაწილობრივ გაუმართლა, იმიტომ რომ ნაწილობრივ მისმა, ასე ვთქვათ, თვალსაზრისმა ჩვენამდე მოაღწია. ახლა ერთ პატარა კითხვა რო დაგისვათ. პირველი მეფე ვინ იცით ქართველი? აი ლეგენდა ვინ? ფარნავაზი. კი ბატონო. ეს არის ფარნავაზის ისტორია, ხო? ანუ მოვიდა ალექსანდრე მაკედონელი, მოიყვანა აზო, რომელიც აქ დანიშნა, აზომ დახოცა ყველა, ძალიან მკაცრი მმართველია, აი აქ წერია, იყო კაცი მესისხლე, ქართველი ვინც კი იქნება იარაღიანი აუცილებლად მოკალით, ვინც კი გამოჩნდებოდა საქართველოში კარგი, ძლიერი, ყველას კლავდა, ну სასტიკი ადამიანია. სისხლის მსმელი. და მერე ფარნავაზი მის წინააღმდეგ აწყობს აჯანყებას. და ნუ მერე ფარნავაზი ხდება მეფე, ხო? და ფარნავაზი არის პირველი მეფე. ეს არის მოქცევა ქართლისაი, სულ სხვა წყარო. სადაც ნახეთ რა წერია. და პირველი მეფე მცხეთაში იყო აზო. მოკვდა და მერე დაჯდა ფარნავაზი. არ წერია არაფერი. რომ მაკედონელია, არ წერია რომ სისხლის მსმელია. პირიქით წერია რომ აი არიან ქართლიდან არის. მერე აზო წავიდა არიან ქართლში და იქიდან მოიყვანა თავის ნათესავები და მოვიდა და გაცახდა მცხეთაში. და მოიტანა ორი კვერპი, გაცი და გაი. მე ნინო რომ მოდის, როდესაც კერპებს ნახავს და
ეკითხება ეს ვინ არის და რა არისო, ცხეთელე მეუბნებიან, რომ ესო ჩვენი მამების კერპია, რომელიცო ჩვენებმა არიან ქართლიდან მოიტანეს. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. აი ორი წყარო გვაქვს. ერთი, რომელიც ჩვენ ვიცით ყველამ და მთელმა საზოგადოებამ ესე იცის, რომ ფარნავაზია პირველი მეფე, ფარნავაზის ძეგლით გვიდგას თბილისში ქეთევან წამებულის გამზირზე. თუმცა თბილისში რა უნდა ფარნავაზის ძეგლს ვერ გეტყვით, იმიტომ მცხეთაში უნდა იდგეს. ეს კიდე ცალკე საკითხია ძეგლები როგორ გვიდგას, სად გვიდგას და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით რამდენად სამართლიან და მართლა გვიდგას იქ, სადაც უნდა იდგეს. ან საერთოდ უნდა იდგეს თუ არა. მაგრამ კაი ამას თავი დავანებოთ. ფარნავაზი, ყველგან ესე წერია, ფარნავაზია პირველი მეფე, აზო მაკედონელი, აზო უცხოელი, აი აგერ მოაღწია. აზოს გაუმართლა ამ ხრივ. ვინ აი ფარნავაზის ყველაზე დიდი დამსახურება რა არის? ამბანს რო თავი დავანებოთ, ხო? რომ თავი დამსახურება არის ის, რომ მან ეს ქვეყანა გაერთიანა. აი ის მამასახლისები, ვინც იყვნენ ცალ-ცალკე შეკრიბა და შექმნა ერთიანი ძლიერი სამეფო. მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე აზომ გააკეთა. აზომ გაერთიანა. დასავლეთის, აღმოსავლეთის. მან შექმნა ეს, მან გატეხა პირველად ეს მამასახლისების ლოკალური მმართველობა. და ფარნავაზმა უბრალოდ მე გამოიყენა ის, რაც აზომ გააკეთა. იქნებ მართალია ეს წყარო, რომ აზოა პირველი მეფე. რატო თვით ფარნავაზს პირველი მეფეც? აი რატო? იმიტომ რომ ესე ფარნავაზმა გაიმარჯვა. დინასტია დაარსა და ჩაიწერა ოფიციალურ ისტორიაში ქართლის ცხოვრებაში, რომ ფარნავაზი არის ქართლის მეფე. აზო დაიკარგებოდა რო არა ეს წყარო. მოგწევა ძალიან საინტერესოა ისტორიკოსები დღემდე დავაყოთ რატო არის ამ ორ წყაროში ესეთი განსხვავება. იმას რამდენი მივდივართ, რომ ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ ეს წყარო, სადაც აზო მოხსენიებულია ქართლის მეფედ, დაწერილი არის მიშთამომავლებში. რომლებიც სავარაუდოდ სამხრეთ საქართველოდან იყვნენ და შემორჩა და დარჩა. ეროდოტე წერს, რომ ზღვიდან ზღვამდე 4 დიდი ხალხი ცხოვრობს, სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. აი სასპერები როგორც ჩანს არის კიდე ერთი ქართული გაერთიანება, რომლის წარმომადგენელი არის აზო. არის ესეთი ჰიპოთეზა, რომ ბაგრატიონები არიან აზოს შთამომავლები. მე რომ მკითხო, არის შავი პიარი აზოს. კი, რომ ის არის უცხო და ის, იმიტომ რომ მოგწევა ქართლისა, რომელიც გაცილებით ადრინდელია ვიდრე ქართლის ცხოვრება. ის პირდაპირ წერს, რომ ქართველია რა. თუ ესეთი სასტიკი იყო, აი როგორც იქ წავიკითხეთ ჩვენ, რომ ქართველებს კლავდა, ქართველებს ხოცავდა, ყველაფერი ეს ორი კერპი მოიტანა, გაციდა გაი. მერე ფარნავაზი რო იმარჯვებს ამ კერპებს, რატო ტოვებს? თუ ეს არის მტრის მოტანილი კერპი. ეხლა ვიღაცა ადრე მითხრა 24 წელი მეფობდა. 24 წელი არაფერი არ არის, ერთი თაობაც არ არის. მოვიდა ვიღაცა მოიტანა, შენი მტერი აქვს, ხოცავს, კლავს, მოგიტანა კერპები 24 წლის მერე რა უნდა იმ კერპებს რატო არ დაამხო? არა, ფარნავაზი ტოვებს. იმიტომ რომ ისიც ქართული სამყაროა. ანუ მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აზო არ არის უცხოელი, ის ქართული სამყაროდან არის. ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ, რასაც ქართლის ცხოვრება ქვია, იმან ისტორია შეცვალა და ცოტა სხვანაირად დაწერა. აი ვიზეც მე მინდა ყველაზე მეტად დღეს ვისაუბრო და ჩვენი საუბარი დავუცვათ. ეს არის კაცი, რომლის სახელი და გვარი ასოცირდება ღალატთან. არის საქართველოს ისტორიაში რამოდენიმე სახელი და გვარი, რომელიც ესეთი სინონიმი გახდა ღალატის. მაგალითად ყორღანაშვილია რა. შადიმანი შადიმანობა ესეთი ტერმინიც არის. აი ამ ყველაზე მეტად ალბათ ვინ არის? ეს არის ლიპარიტ ბაღვაში. უღალატე. უღალატა მეფეს, უღალატა სამშობლოს. ვინ არის? მოდი ახლა ნახოთ, დავიწყოთ და შევხედოთ ამ მოვლენებს ლიპარიტის თვალით. რა ხდება და როგორ ხდება? ეს არის ბაგრატიონთა საგვარეულო. აი ეს არის ჩვენი ბაგრატ მესამე. ეს არის დავით კურაპალატი, ჩვენ ცნობილი. აი ეს არიანი სუმბატი და გურგენი, რომელიც ბაგრატ მესამემ შეიპყრო. ეხლა ჩვენ მინდა რომ ცოტა ზევით წავიდეთ და აი აშოტი და მისი ორი ვაჟი, ბაგრატი და გუარამი.
გვარამს ყავს შვილი ნასრი და ბაგრატს ყავს შვილი დავითი. ეს არის ადგაც მე-9 საუკუნის შუა ხანები. ეხლა ამას რატო გეუბნებით? იმიტომ რომ ბაღვაში პირველად ვინც ჩნდება ზუსტად აი მე-9 საუკუნეების მიჯნაზე და ეს არის ლიპარიტ პირველი ბაღვაში. რომელზეც გვიჭერია ესეთი რამე, რომ მოვიდა თრიალეთის ქვეყანაში და ააგო ციხე, კლდეკარის ციხის ნანგრევებია. და იპატრონა დავით ბაგრატის ძე. აი ეს არის დავით ბაგრატის ძე. აშოტის შვილიშვილი. დავითი ბაგრატი, რომელიც გახდა მამის მემკვიდრე და მე დავითი. აი ეს კაცი გამოაცხადა თავის პატრონად. მაგრამ ნახეთ რა წერია თრიალეთი, ხო, მოვიდა თრიალეთში. თრიალეთი ვისია? თრიალეთი არის გვარამის. აი ამ კაცის არის. ანუ ამ კაცის მამულში მოვიდა და თქვა რომ ჩემი პატრონი ეს არის. ხო, ანუ ბიზანსთან მივიდა და თქვა რომ არა, შენ კი არა ხარ ჩემი პატრონი. შენი ძმისშვილი არის ჩემი პატრონი. ასეთი რამე არ ხდება. არ შეიძლება, ვის მიწაზეც მიდიხარ, ის არის შენი პატრონი. რატო გააკეთა ეს იმ პირველმა ლიპარიტმა, ჩვენ არ ვიცით. შემთხვევით გამოვიდა მიზანმიმართულად, ალბათ უფრო მიზანმიმართულად. ამას მერე მოყვა სისხლის ღრა ბაგრატიონებში, იმიტომ რომ აი ამ ნასრმა მოკლა ეს დავითი, მერე ამ დავითიშვილმა ადარნასე მოკლა ნასრი და ეს შტო ამოწყდა, ანუ ამ ბრძოლა შეეწირა ბაგრატიონთა ერთი შტო, რომელიც შეიძლება გაძღილებულიყო. ანუ რატო გეუბნებით ამას, რომ ბაღვაშის გამოჩენა ასპარეზზე უკვე იწყებს ბაგრატიონებში ომს და ბრძოლას და სისხლის ღრას. ამის მერე ჩნდება ერთი ბაღვაში, ეს არის რატი, რომელიც ბაგრატ მე-3-ს აუჯანყდება, რომელსაც ბაგრატ მე-3 დაიმორჩილებს და მერე ეს რატი არის მეფის ერთგული. 1021 წელს გიორგი I, ოდესაც ებრძვის ბიზანტიელებს, ეს რატი მეფის მხარეს იბრძვის და დაიღუპება კიდეც ამ ბრძოლაში და მისი შვილი არის აი ჩვენი ცნობილი ლიპარიტ მე-4 ლიპარიტ ბაღვაში. ეხლა რა ხდება? ბაგრატის მეფობის დასაწყისში ლიპარიტი არის მეფის ერთგული. იყო ესეთი კაცი განძის ამირა ფადლონი, რომელიც პრობლემას უქმნიდა კახეთის მეფესაც, თბილისის ამირასაც, აფხაზთა და ქართველთა მეფე ბაგრატსაც, სომეხთა მეფე, ანუ მოკლედ ყველას პრობლემას უქმნიდა თავის მეზობლებს. მის წინააღმდეგ შეიკრიბა დიდი კოალიცია. აი აგერ არის ეს კოალიცია. დავით სომეხთა მეფე, ამირა ჯაფარი, კვირიკე დიდი კახთა მეფე და მათ შორის არის ბაგრატ მე-4. ოღონდ ბაგრატ მე-4 ამ დროს მცირეწლოვანია, ის ჯარს ვერ უსარდლებს და ბაგრატ მე-4-ის სამეფოს ჯარს ნახეთ ვინ სარდლობს? ლიპარიტი. მეფის ერთგვარი ეს კაცია. მეფე ანდობს მას საკუთარი ჯარის სარდლობას. ილაშქრეს, ფადლონი დაამარცხეს და დიდი წარმატებით დაბრუნდნენ. ამის მერე ლიპარიტმა და ივანემ შეიპყრეს ეს თავისი თანამებრძოლი ამირა თბილისის, აი და მეფეს მიჰგვარეს. და ლიპარიტმა უთხრა მეფეს, რომ შეგიძლია თბილისი აიღო. თბილისი წარმოიდგინეთ, რომელიც 300 წელია მუსლიმთა ხელშია. ამის დაკავება რამხელა წარმატებაა რა, თან ამირა შეიპყარი. მეფემ რა ქნა? შეიწყალა აფხაზთა მეფე. და გაანთავისუფლა. არ ვიცით რატომ. ამ დროს ბაგრატი არის 12 წლის. ეხლა 12 წლის მეფეს ცხადია პასუხს ვერ მოთხოვ, ხო? რატო გააკეთე ესე? იმიტომ გააკეთა, რომ ვინც მივიდა ესე უთხრა, მერე ვიღაცა სხვა მივიდა ესე უთხრა. ამიტომ ლიპარიტმა ეს ყველაფერი გაიგო. პრობლემა არ აქვს. აგრძელეს ისევ მეფის მხარეს ყოფნას, მეფის ერთგულებას და 5 წლის მერე, როდესაც ბაგრატი გახდა 17 წლის, ანუ უკვე სრულწლოვანია, უკვე მოეკითხება პასუხი თავის საქმიანობაზე, რა შვება. მეფეს ეუბნება, რომ წავიდეთო და თბილისს ალყა შემოვარტყათ. ისევ მისი ინიციატივით ხდება ეს და მეფე უჯერებს. მოდიან და თბილისს ალყა შემოვარტყამენ. ეს ცნობილი ამბავია, ალყა 2 წელი გრძელდება, თბილისში უმძიმესი მდგომარეობაა, ამირა მზად არის, რომ თბილისი ჩააბაროს და მოულოდნელად ხდება ესეთი რამ, რომ მეფე ალყას მოხსნის. რომელთამე დიდებულთა ვიღაცებმა მეფეს ლიპარიტისაგან ფარულად
უთხრეს რომ ალყა მოხსენიო რა. ეხლა ჩვენ არგუმენტები არ ვიცით. 19 წლის არის ბაგრატი უკვე. ქალაქის აღება უნდა ცხადია 2 წელია იბრძვის. ქალაქი მზად არის რომ დანებდეს, ამირა მზად არის რომ გავიდეს. ეხლა შეუძლებელია ეს მეფემ არ იცოდეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია თბილისში მსტოვრები არ ყოლოდათ. და ინფორმაცია რაც თბილისში არის არ ქონდა მეფეს. აი ასეთ პირობებში მეფე ალყას წყვეტს. ეხლა საქმე ნახია, იცით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ქართლის ცხოვრება, ეს არის ოფიციალური ისტორიოგრაფია, ეს არის სამეფო კარის მიერ დანახული ისტორია. და მემატიანე წერს ესეთ რამეს, რომ ფარულად ლიპარიტისგან ზავი დადო ამირასთან. საინტერესოა ისტორიკოსი ხაზს უსვამს ლიპარიტისაგან ფარულად. ანუ მემატიანეც ხვდება, რომ ეს არ არის მანდამაინც კარგი საქციელი. იმიტომ რომ ეს კაცი შენთვის იბრძვის. ერთხელ შემოგთავაზა თბილისის აღება, მეორეჯერ შემოგთავაზა თბილისის აღება. ელემენტარული ურთიერთობები მოითხოვდა, რომ უნდა ეთქვა მაინც. არაფერი არ უთხრა. და აი აქედან იწყება მათ შორის მტრობა. ლიპარიტი იწყებს მეფის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა ეგ დგება ესეთ საკითხი. რატო? ну მარტივი კითხვა გვაქვს, იმიტომ რომ პატივმოყვარე კაცია, იმიტომ რომ დაინახა რომ მეფე მის ჭკუაზე არ დადის და გადაწყვიტა რომ მეფის წინააღმდეგ გაილაშქროს, მაგრამ იქნებ სხვა რამეშია საქმე. იქნებ ლიპარიტმა დაინახა რომ ეს სუსტი მეფეა. როგორ არის, იცით, მსოფლიო ისტორიაში ძალიან ბევრია მაგალითი, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის პირადი ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს და შეიძლება ადამიანი მოქმედებს პირადი ინტერესებით, მაგრამ ეს სახელმწიფოს ადგება იმ მომენტში. რა თქმა უნდა, ლიპარიტს რაღაცა პირადი ინტერესები, როცა თბილისის აღებას აპირებს და მეფეს თავაზობს, ბუნებრივი აქვს. მაგრამ მისი პირადი ინტერესები ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს ემთხვევა თუ არ ემთხვევა? რა თქმა უნდა, ემთხვევა. ბუნებრივია ემთხვევა. ბუნებრივია. უზარმაზარი რაღაცას თავაზობს მეფეს, თბილისი აიღოს, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნებოდა მეფისა. მეფე ამას არ აკეთებს. ეხლა კიდე ერთი რამეა, იცით? უყურეთ ახდება, აი აქ ისტორიკოსთა აზრი ესე იყოფა. ну ერთი მოსაზრება ესეთი, რომ ეს არის მეფე და კი ბატონო სუსტია, კი ბატონო შეცდომებს უშვებს, მაგრამ ну ეხლა მეფეა და მის წინააღმდეგ გამოსვლა არ შეიძლება. მეორე ნაწილი ისტორიკოსების ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ჯერ არ არის დავით აღმაშენებლის საქართველო. ეს ჯერ არ არის აბსოლუტური მონარქია. აქ მეფე არის ყველაზე დიდი ფეოდალი. და არის ურთიერთობა სენიორსა და ვასალს შორის. და როცა სენიორი მოვალეობას არ ასრულებს, ვასალი თავისუფალია მისგან ფიცისაგან. ანუ ლიპარიტი ამ შემთხვევაში არაფერს არ აშავებს. ის ხვდება, რომ ეს მისი პატრონი არ ვარგა, სუსტია, საქმეს არ აკეთებს და ცდილობს გამოსავალი მოძებნოს. სად შეიძლება გამოსავალი მოძებნოს? ბაგრატ მეოთხეს ყავს ნახევარ-ძმა. გიორგი პირველს 2 ცოლი ყავდა. პირველი ცოლი იყო მარიამ არწლუნი, ვასბურაკანის სომხეთის მეფის იოანე სენექერიმის ქალიშვილი, რომელთანაც ყავდა ვაჟი ბაგრატი და ყავდა მეორე ცოლი ალდე ოსტამეფის ასული, რომელთანაც ყავდა შვილი დემეტრე. ეს დემეტრე ითვლება დავით სოსლანის წინაპრად. აქ ეხლა კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. როდესაც მეფემ გიორგი პირველმა გადაწყვიტა მეორე ცოლის მოყვანა, გება პასუხი მარტივი. სად მიდის პირველი ცოლი? ბატონო? მონასტერში. რა თქმა უნდა. და მოდის ალდე. მაგრამ ამასობაში გიორგი პირველი გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის და ტახტზე ადის 7 წლის ბაგრატ მეოთხე. და დედა ბრუნდება. საინტერესოა. ბრუნდება ხო აბა 7 წლისას ეხლა დედა ჭირდება რა. და მარიამი ბრუნდება და მარიამი საკმაოდ აქტიური ქალია, მე ბიზანტიაში მიდის ელჩა და ყველაფერი. ხო აი ძმა ყავს, ნახევარ-ძმა, რომელსაც გიორგი პირველმა თავის დროზე გამოუყო ანაკოფიის ციხე.
გიორგი პირველი ხო ხდება, რომ ორი ვაჟი ყავს, ტახტზე აბა უფროსი. უმცროსი ვაჟი რო არ დარჩეს საერთოდ მემკვიდრეობის გარეშე, სიცოცხლეშივე მას ეუბნება, რომ შენი არის ანაკოფიის ციკლი. ანაკოფიის ციკლი არის აფხაზეთის ერთ-ერთი უმთავრესი ციკლი. როდესაც გიორგი გარდაიცვალა, ალდე და დემეტრე მიდიან ანაკოფიის ციკლში, მე ანაკოფიის ციკლს გადასცემენ ბიზანტიელებს და თავად მიდიან ბიზანტიაში. და ეს დემეტრე ცოტა ხანი არის ბიზანტიაში. აი ნახეთ ლიპარიტი რა შვება. ბიზანტიიდან წამოიყვანა ბაგრატის ძმა და დაუპირისპირა. ის უფრო პატარა. ახეთ რა ხდება? განხეთქა სამეფო კაცნი, ანუ სამეფო ორად გაიყო. ნაწილი წარუდგა დემეტრეს, ნაწილი ბაგრატს. ჩვენ ამას ისევ ამბობთ ხოლმე, რომ ბაგრატმა გამოიყვანა დემეტრე დაუპირისპირა. არა, ეს არის რომ სამეფო ორად იყოფა. აი არ ვიცით ვინ ვის ემხრობა. კუთხეების მიხედვით არ ვიცით ვინ ვის ემხრობა, მაგრამ პირდაპირ წერია, რომ ნაწილი სამეფოსი დარჩა ბაგრატის ერთგული, ნაწილი დარჩა ლიპარიტის ერთგული. ისა დემეტრას ერთგული. ანუ რა საინტერესო რაღაცა არის, ლიპარიტი ცდილობს მეფის შეცვლას. აი ბაგრატიონთა დინასტია რო ავიღოთ, ხო 1000 წელი, ცოტა მეტიც კი, სადღაც მე-6 საუკუნიდან რო დავიწყოთ მათი არსებობა. აიც მე ხა უცებ არ მახსენდება მცდელობა, რომ ვინმე ეცადა მეფის შეცვლა ფეოდალებისაგან. აი ლიპარიტი აკეთებს ამას. და უპირისპირებს ბაგრატს. თან რაც თავია ვიღაცები ემხრობიან. ანუ ყავთ თავისი მომხრეები. არ ვიცით რატო. ბაგრატი არ მოწონთ, ლიპარიტი მეც დაპირდა, ლიპარიტის უკანო ბიზანტია ეხმარება, ამის იმედია. ფაქტია, რომ სერიოზული დაპირისპირება სამეფოში. აი რა გითხრათ, ვარდების ომი ინგლისში. გაყოფილი როა ინგლისი. დაახლოებით იგივე მდგომარეობა. ის მარტივად უყურებთ ხოლმე. გამოიყვანა დემეტრე, მე ისე დემეტრე წავიდა. არა, სერიოზული ომი და სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც ჩანს. შეთანხმდნენ. ზავი დაიდო და მეფემ ლიპარიტს მისცა ქართლის ერისთავობა. ეხლა ამ დროს საერთაშორისო ვითარება იცვლება. და ჩდებიან ხო, აქ მოხდა საინტერესო რამ. ორი ბრძოლა გაიმართა და ორივეში გაიმარჯვა ლიპარიტმა. მეფე დაამარცხა. სასირეთის ჭალაში რო გაიმართა ბრძოლა, ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ ნორმანები. აი ცნობილი ვიკინგები. ახლა მეცნიერთა შორის დიდი დავა არის ვის მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას და მეც ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ესენი იბრძვენ მეფის მხარეს. ლიპარიტმა დაამარცხა ეს ნორმანები, ეს ვიკინგები, ეს კიდე ცალკე საინტერესო ისტორიაა, ხო? ვიკინგები ის ხალხია, ვინც შიშის დასჭერს მთელს ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, ჩრდილოეთ საფრანგეთი, სამხრეთ იტალია, აი ჩვენ ვამარცხებთ აქ. სხვათა შორის თვითონ ნორმანულ საგებში ერთი პერიოდი ეჭვი იყო, რომ ეს არ არიან ვიკინგები, რომ იქნებ სლავური ტომებია, იმიტომ რომ ვარანგებით არიან მოხსენიებული ქართულ წყაროში. მაგრამ არა, ნამდვილად ვიკინგები არიან და თვითონ ნორმანულ საგებშიც არის აღწერილი მათი ლაშქრობა ერთ-ერთი სამხრეთის შორეულ ქვეყანაში და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ საუბარია საქართველოს. წყაროში წერია, რომ 3000 იყო. და 700-მა მიიღო ბრძოლაში მონაწილეობა, მაგრამ რაში იცით 3000 ვიკინგის დაქირავებას იმხელა ფული ჭირდებოდა, რომ აი ვარაუდია, რომ ეს რაოდენობა ძალიან გაზრდილია. ამის საპირისპიროდ მეორე მოსაზრება არსებობს, რომ კი 3000 იყვნენ, მაგრამ ესენი არ იყვნენ, როგორ გითხრათ, საუკეთესო მებრძოლები. ანუ ესენი არიან ის, ვინც იყო დაჭრილი, ნავამტყოფარი, ანუ არ არის საუკეთესო საბრძოლო ფორმაში და ამიტომ მათი დაქირავება უფრო იაფიღირს. თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ თუ ფულს იხდი და ქირავობ, მაშინ ჯობია დაიქირავო ის, ვინც ბრძოლის უნარიანია და კარგ ფორმაშია. ხო, ასე რომ როგორც ჩანს 3000 ვარანგი ცოტა რაოდენობა გაზრდილია. მაგრამ რომ იყვნენ ეს ფაქტია. გავრცელებულია ესეთი მოსაზრება, რომ აი ლიპარიტმა ესენი რომ დაიჭირა, მერე დასცინა და იქ პური გააცრე. არავითფერი არ და ის უქნია, დაუცინია, პირიქით უმასპინძლა. ანუ აჭამა, ასვა
აი დატყვევებულ ვიკინგებს და უთხრა წადითო რა. და აქ ჩნდება კითხვა, რომ რატო არ დასაჯა, რატო გაუმასპინძლდა. აქსნა მარტივია, იმიტომ რომ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ვიკინგების მხოლოდ ნაწილმა. ლიპარიტს რო ესენი დაესაჯა და მკაცრად მოქცეოდა, ისინი ვინც ქუთაისთან იყვნენ, ისინი ჩაერთვებოდნენ ბრძოლაში. ეს იმდენად ჭკვიანი კაცია, რომ ესენი მოიმადლიერა, ალბათ უთხრა, რომ ფული ხო აიღეთ არა, რა გაგინდათ ახლა, ხო ხედავთ რომ ვიგებთ და წადით რა და გადადით იმ ქუთაისში და იქ დაბანაკებულებს უთხრაით რომ წავედით. ისინი წავიდნენ, მერე მეტბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ. ანუ აქაც ჩანს ეს მისი გამჭრი ახობა რა, რომ კი არ დასაჯა, კი არა, პირიქით მიიღო ღირსეულად, ყველაფერი და უთხრა წადით. ძალიან ჭკვიანი კაცია. აი რა ხდება, მეფე დამარცხდა და უცნაურ რაღაც წერია. ბრძოლის მერე, ეხლა მეფე შეეშინდა ბაგრატს სამეფოსა და მამულის მისისა განხეთქილობისათვის. ანუ შეეშინდა ბაგრატს, რომ მისი სამეფო ორად გაიყოფა. და გადაწყვიტა წავიდეს და ეახლოს ლიპარიტ ბაღვაშს. უქმნა მუდარა ლიპარიტს. თხოვს, როგორ ვითარება, წარმოიდგინეთ, დამარცხებული მეფე ფეოდალს თხოვს, რომ მოვალ. და მცირე ცხენოსნით მიდის ლიპარიტთან შესახვედრად. ეხლა მოდი წარმოიდგინოთ ლიპარიტის მდგომარეობა. მეფეს ებრძვის, ცხადია ბრძოლის მიზანი არის, რომ მეფე უნდა დაამარცხოს და ფაქტობრივად დაამარცხა. იმიტომ რომ მეფე თხოვნით მოდის, რომ მას შეხვდეს. ანუ როგორ გითხრათ, მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ლიპარიტი გაცილებით მომგებიან პოზიციაში იმყოფება, ვიდრე მეფე. მივიდა მეფე ხოლოში. რაცნა ლიპარიტ მისვლა მისი არანახა გარი და მუნით. ესე იგი ლიპარიტმა რომ გაიგო, რომ მეფე მოვიდაო, არ შეხვდა. და წავიდა. აი ეს არის გამოცანა, რომელიც გვაქვს. და ვცდილობთ ამოვხსნათ. რატო არ შეხვდა? ხო იმიტომ იბრძვის, რომ დაამარცხოს. და რომ დაამარცხებს, მერე ხო უნდა დაელაპარაკოს. ამაზე კარგი სიტუაცია სად ექნება? მოდის მეფე თხოვნით და მოსმენა მაინც ხო შეიძლება, კაი შეიძლება მეფის პირობები არ მიიღო, მაგრამ მოსმენა ხო შეიძლება. არ ხდება. როგორც კი გაიგო რომ მოდისო, იმ წუთას წავიდა. აბა როგორ აპირებს ამ ბრძოლის დამთავრებას? აპირებს კი საერთოდ ამ ბრძოლის დამთავრებას. და აი ძალიან დიდი გამოცანა გვაქვს, რა მოხდა. არის ამ გამოცანის ამოხსნის ერთი საშუალება. თუმცა ეს საშუალება ჩვენ მეფეს მანდა მაინც კარგად არ წარმოგვიდგენს. ეს არის ერთი ცნობა დაცული ერთადერთ ბიზანტიურ წყაროში. და მეცნიერთა ნაწილი თulis რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით, მეფეს არ წარმოგვიჩენს კარგი სახით. ცნობა არის ესეთი, რომ აი ამ ბრძოლის დროს რაღაც მომენტში მეფემ ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტის დედა და გააუბატიურა. ამის მერე ადვილი გასაგებია, რატო არ ნახა. და რო ენახა ლიპარიტს ბაგრატი რა უნდა ეკნა? უნდა მოეკლა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ну, აი აქ უკვე ის არის, რომ ხდება, რომ აქ პიროვნული ის ძალიან თული რაღაცა ხა მეფე მოკლა. არ ვიცი, ხო გეუბნები, გამოცანაში ვართ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ბიზანტიურ წყაროში არის, მოდი ასე ვთქვათ, შავი პიარი ბაგრატის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ამ ცნობას გავითვალისწინებთ, მაშინ ეს სიუჟეტი სრულიად გასაგებია. წარმოიდგენთ ახლა ლიპარიტის მდგომარეობა. მეფე მოდის ალაპარაკოს, რაზე უნდა ელაპარაკოს? გამორიცხულია რომ ელაპარაკოს. გასაგებია ხო, ამის მერე რატო ომობს ეს კაცი ბოლომდე? რატო არის რომ არ ურიგდება ამ კაცს? არანაირად. აი ის უკვე რომ სუსტი მეფეა, უკვე აღარ არის მთავარი. აქ უკვე გადადის ისეთ ურთიერთობებში. ახლა ლიპარიტი ძალიან დიდი ფიგურაა. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა
გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. ხო, ამ დროს საერთაშორისო ვითარება იცვლება, სელჩუკები გამოჩნდნენ. ამოვადგნენ ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებს და ბიზანტიის იმპერია იბარებს ყველა თავის მოკავშირეს ამ ომში, მათ შორის იბარებს ლიპარიტ ბაგვარს და 1058 წელს ლიპარიტი უკვე ჩავარდა. სულთანთან. ბიზანტიის იმპერატორი თხოვს სულთანს, სულთანი თოგრულ-ბეგია. დიდი სულთნებიდან პირველი, თოგრულ-ბეგი, ალფ-არსლანი და მალიქ-შაჰი. და თხოვს რომ ლიპარიტს გამოვისყიდიო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ ჩავარდა ვიღაცა გამოისყიდეს. ახლა ლიპარიტი ბიზანტიისთვის ძალიან საჭირო კაცია. ყველაფერს თავიდანებოდ წკინვალე სარდალია, წკინვალე მეომარია, წკინვალე მებრძოლია. და გამოვისყიდიო. თოგრულ-ბეგი ეუბნება ესეთ რამეს, რომ ეს იმდენად დიდი ვაჟკაცია, ამის ფულზე გათავისუფლება არ შეიძლება. და ანთავისუფლებს. მე ამისთვის საჩუქრებსაც იღებს. ქართველი ისტორიკოსი წერს ესეთ რამეს. ლიპარიტზე მოყვარე მისი ხორასანს დოგრულ-ბეგ სულთანი და საბერძნეთ ბერძენთა მეფე. ქართველი ისტორიკოსიც აღიარებს, რომ ამ კაცის ერთი მეგობარი არის სულთანი და მეორე ბიზანტიის იმპერატორი. იმ დროინდელ მახლობელ აღმოსავლეთში იმპერატორის და სულთნის გარდა მეტი არავინ არ არის. და ეს ორი ადამიანი აფასებს ლიპარიტს. ანუ ეს ძალიან სერიოზულ ფიგურასთან აქვს ჩვენ საქმე. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ აი რომ დააყენო ბაგრატი და ლიპარიტი, ლიპარიტი გაცილებით დიდია. როგორც სარდალი, როგორც მებრძოლი, როგორც ორგანიზატორი, ყველანაირად ჯობია ბაგრატი. აბსოლუტურად ჯობია ყველანაირად. მეფე ბაგრატი გამოუვალ ვითარებაშია. ბრძოლაში ვერ ამარცხებს. მოლაპარაკებებზე არ მოდის. აი რა უნდა ქნას? და აი აქ როგორც ჩანს, იკებენ ძალიან სწორ გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ ვერ ველაპარაკებით ლიპარიტს, უნდა დაველაპარაკოთ მას, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ლიპარიტს. და ვინ არის ეს? ბიზანტიის იმპერატორი. და ბაგრატი მიდის ბიზანტიაში იმპერატორთან შესახვედრად. ოღონდ ეხლა აქ ძალიან სარისკოა. ბიზანტიაში რო ჩახვალ, იქ კაცმა არ იცის, ცოცხალი ჩამოხვალ, არ ჩამოხვალ, ამდენი წელი დაგტოვებენ, როგორ დატოვებენ, ამიტომ ბაგრატი თავს იზღვევს და სანამ ბაგრატი წავა კონსტანტინოპოლში, ქუთაისში მეფედ ტოვებს თავის შვილს გიორგი მეორეს. და უკვე მშვიდად მიდის, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, ტახტი მის შვილს გადაეცემა. რას აკეთებს ლიპარიტი? ითხოვა ბაგრატის ძე გიორგი მეფედ. მომეცითო. აქედან ნახეთ რა არის საინტერესო. ლიპარიტი არ გადადის ქუთაისში. ხო, აქეთ გადმოყავს გიორგი და რუისში მეფე გაკურთხებს. ესენი წარმოშობით დასავლეთ საქართველოს ფეოდალები არიან. არგვეთში მამული აქვთ. იქ იკრძალებიან, მე ლიპარიტიც იქ დაიგზალება. მიუხედავად ამისა ქუთაისში არ გადადის. იმიტომ რომ იქ ვერ გძნობს თავს მანდამაინც ტკიცედ, როგორც ჩანს. და ითხოვს გიორგის, რომ აქეთ გამოუშვითო და გამოუშვეს აქეთ და რუისში მეფე დაკურთხა. ფეოდალმა მეფის შვილი მეფე დაკურთხა და კაცის შვილი წინააღმდეგობას ვერ უწევს. დემეტრე წასულია უკვე, დამთავრებულია, ის გარდაიცვალა უკვე, თამაშიდან გამოვიდა. მზდელად ლიპარიტი და პატრონად ბაგრატის და გურანდუხტი. ესე იგი, თავი გამოაცხადა და არ მზდელად. მაგრამ ამდენად ჭკვიანია. მარტო თვითონ არ არის მეურვე. მამიდამისი ბაგრატის და გამოაცხადა პატრონად. აი აქ ჩნდება არასდროს ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა ეს საგვარეულო ასე ახლოს მეფობის დაკარგვასთან. როგორც აქ. იმიტომ რომ ბაგრატი წასულია, გიორგი ლიპარიტის ხელშია და ამ კაცს შეუძლია თავი მეფეთას გამოაცხადოს. აი აქ ჩნდება ხოლმე ძალიან საინტერესო კითხვა. რატო არ აკეთებს ამას?
ხო შეუძლია ახლა. სადაც რუისში გიორგი მოყავს, საერთოდ დაიჭიროს გიორგი მეორე. და თქვას რომ მე ვარ მეფე. არაკეთებს. არაკეთებს, ინო ძალიან ჭკვიანი კაცია და იცის რომ იმაზე მეტი არ უნდა გააკეთო, რისი შენარჩუნება შეგიძლია. როგორც კი ის თავს გამოაცხადებს მეფედ, აბსოლუტურად ყველა გამოვა მის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ბაგრატიონი რომ მეფეა, ეს უკვე მიღებულია და ყავს ბაგრატიონი მეფედ. ამიტომ არის რომ იმ პირველ ეტაპზეც არ ცდილობს დინასტიის შეცვლას. უბრალოდ მეფის შეცვლა უნდა. არა დინასტიის შეცვლა. აქაც ხვდება რომ მცირე ჯობია გიორგი იყოს და რეალურად მე გავაკეთებ ყველაფერს, ვიდრე თქვათ მე ვცადო და მეფო. არ ვიცი, ისე საინტერესოა. პატიმოყარე კაცია აშკარად. და არც ერთი წამით არ ქონდა ეს სურვილი რომ მეფობა უნდა. მე 14 საუკუნეში მოღვაწე ქართველი ანონიმი ისტორიკოსი, რომელიც წერს საქართველოს ისტორიას გიორგი მე-4-დან გიორგი მე-5-მდე, რომელსაც ჩვენ შამთა აღწერილს ვეძახით, ძალიან კარგი ისტორიკოსია, ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან განათლებული, იყენებს სხვადასხვა წყაროებს და ამ სხვადასხვა წყაროებს ასახელებს კიდეც. და იქ ასახელებს ერთ ძალიან საინტერესო წყაროს. ესე იგი, შუა საუკუნეებზე ვინც მუშაობთ, სულ ოცნებობთ, რომ ერთი ეს წყარო ხელში ჩაგვაგდებინა რა. რა არის ეს? ეს არის ბაღვაშთა გვარის ისტორია. წიგნი ბაღვაშთა, არსებობდა ესეთი წიგნი. რომელიც მე-14 საუკუნეში იყო, რომელიც ამ ჩვენ ისტორიკოს ნანახი აქვს. საინტერესოა, როგორ იქნებოდა იქ დანახული ყველაფერი. აი ეს ლიპარიტის და ბაგრატის კონფლიქტი. ალბათ ის რო წაგვეკითხა, აბსოლუტურად სხვანაირი წარმოდგენა გვექნებოდა, ხო? ის რასაც ჩვენ ვცდილობთ ახლა ვნახოთ, რომ ეს კაცი არ არის მანდამაინც ყველაფერში დამნაშავე. ეს კაცი იწყებს თავის მოღვაწეობას როგორც მეფის უერთგულესი ადამიანი. ერთხელ სარდლობს მის ჯარს, მერე თბილისს ერთხელ სთავაზობს, მეორეც სთავაზობს. საკმარისი იყო ცოტა ოდნავ გაეთვალისწინებინა ბაგრატ მე-4-ს მისი სურვილები, რომ თან სურვილები, რომლებიც ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს. ეს ხო არ არის განსხვავებული რა, რომ თქვა ქვეყანას ანგრევს. არა, პირიქით. ხო დაუბრუნდეთ ამას და მეფედ გამოაცხადა. მაგრამ აი აქ ეხა ცუდი რა მოხდა? ცუდი მოხდა ის, რომ შეცვლილმა საერთაშორისო ვითარებამ კონსტანტინოპოლისში გამოიწვია მოკავშირეთა გადაფასება. ბიზანტი არის უმძიმეს მდგომარეობაში სელჩუკებთან ბრძოლაში და ჭირდება ყველა რესურსი. და იქ როგორც ჩანს დაფიქრდნენ, რომ ვისთან უკეთესია ურთიერთობის დალაგება, მოდი ესე ვთქვათ, ერთ და ძალიან ძლიერ ფეოდალთან თუ მაინც მეფესთან. მაინც მეფესთან. ოღონდ ის ძლიერი ფეოდალიც არ უნდა გავწიროთ. ქართული წყაროები ამის შესახებ არაფერს არ ამბობენ. ქართული წყაროები ამბობენ, რომ ბაგრატი წავიდა და დაბრუნდა. და ბიზანტიური წყაროები გვეუბნებიან, რომ ესე მარტივად არ არის საქმე. შეთანხმება მოხდა. იმპერატორის შუამავლობით ბაგრატსა და ლიპარიტს შორის მოხდა შეთანხმება. ლიპარიტმა აღიარა ბაგრატი თავის მეფედ. მაგრამ სამაგეროდ მიიღო მთელი მესხეთი. მესხეთი არის მეგობრებო იმდროინდელი კი არა, ერთიანი საქართველოს დროს არის 1/3 ქვეყნის. მესხეთი იწყებოდა ტაშისკარში, აი აქ და თავდებოდა ბასიანში. მთელი ჭოროხის ხეობა მესხეთია. ეს კაცი არის მესხეთის ფლობელი, არის თრიალეთის ერისთავი, კლეკარის ერისთავი, არის ქართლის ერისთავი და არ გვეჭ კიდე მამული აქვს. ახი 2-ზე მეტი ნამდვილად აქვს. აი აქ როგორც ჩანს შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ მესხევისთვის ლიპარიტი არაფერი არ არის. მას მესხეთთან არაფერი არ გამშვირებს. მესხებისთვის ის უცხოა. და ოდესაც მან მესხეთის ფლობელობა მიიღო, აი ამითი უკვე აივსო მესხი ფეოდალების მოთმინების ფიალა. და იყო ერთი ესეთი ძალიან საინტერესო კაცი, სულა კალმახელი. რომელიც ადრეც ებრძოდა ლიპარიტს მეფესთან ერთად დამარცხდა 1058 წელს სულა კალმახელმა შეიპყრო ლიპარიტ ბაღვაში და მისი შვილი ივანე. და სულ მაქვს კითხვა.
როგორ მოახერხა. ამ ხელა კაცი, ესეთი გამოცდილი კაცი, ბრწყინვალე სარდალი, მებრძოლი. როგორ უნდა შეიპყრო შვილთან ერთად? არ ვიცი. აი რა საინტერესოა, რამდენი რაღაცა არის, რაც ისტორიაში არ ვიცი. როგორ მოახერხა, რანაირად მოახერხა. წარმოუდგენელია. შეიპყრო. აი მოწყინდა პატრონობა ლიპარიტი სულა კალმახელს და შეიპყრეს დლის ლიპარიტი და მესიძე ივანე. და წამოვიდნენ რომ კლდეკარის ციხე აიღონ. კლდეკარის ციხე იყო აუღებელი ციხე. ვერავინ ვერ აზრობს ვერ მოახერხა კლდეკარის ციხის ბრძოლით აგება, იმიტომ რომ კლდის თავზე მდებარეობს და ნუ ვერ ახვალ უბრალოდ ყველაფერს თავიდან ანება. და აქ წერია რომ არაძლევენ კლდეკარს. კლდეკარში გამაგრდა ლიპარიტის მწიგნობარ თუ ხუცესი ანამორი. სად არის? აი, ანამორი. რა თქვა რომ არ ჩაგავარეს ციხეს. ნუ რა უნდა ქნან? და მაშინ გადაწყვიტეს ესეთი რამე. ლიპარიტი გასვან ძელზე. ძელზე გასმა საშინელი სასჯელი იყო. და ციხიდან რომ დაინახეს გაწირეს სიკვდილისთვის, იმიტომ რომ აღმართეს ძელნი და უნდა სიკვდილი დასაჯონ. ლიპარიტი ციხიდან რომ დაინახეს, იფიქრეს რომ ამას აზრი აღარ ქონდა და ოღონდ ლიპარიტი განთავისუფლეთ და ციხეს ჩაგავარებთ. აი აღკვეცეს ბერად, დაირქვა ანტონი და 1058 წელს წავიდა. ათონის ივერთა მონასტერში არსებობს აღაპი ლიპარიტ ყოფილი ანტონის სახელის მოსახსენიებლად. კაცი მოხალატია. არა. იმიტომ რომ წავიდა, კიდე ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ახლა ენერგიული კაცია. შეძლებული კაცია, დიდარი კაცია. აზია ლაპარაკი, არ უჭეს. დღევანდელი გაგებით ოლიგარქია. მონასტერი დაარსა. მონასტერი დაარსა, ბარლამის, წმინდა ბარლამის მონასტერი დაარსა და თვითონ იყო წინამძღვარი. გიორგი მთაწმინდელს დაეხმარა, როდესაც გიორგი მთაწმინდელი თარგმნიდა სახარებას. ფინანსურად დაეხმარა. ათონის ივერთა მონასტერს ფინანსურად დაეხმარა. გიორგი მთაწმინდლის მიერ გადაწერილი სახარება, თარგმნილი სახარება, რომელიც ჩვენამდე არ არის მოღწეული. გადააწერინა და მონასტრებში დააგზავნა. როგორც ამბობენ, თვითონაც რაღაცეები დაწერა. მაგრამ დღემდე მოღწეული არ არის. 1065 წელს გარდაიცვალა. ჩამოასვენეს და კაცხში დაკრძალეს. ერთ-ერთი აი მე-11 საუკუნეში მე რომ მკითხო ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურაა. ძალიან ძლიერი ფიგურაა. არ არის ეს კაცი ესე ცალსახად ჩემის აზრით მოღალატე. და ესე ცალსახად თქმა რომ ეს კაცი ბოროტი იყო და მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ კაცმა. თუმცა აი აქ დგება მერე საკითხი ხლა. გინდა არ გინდა ისტორიკოსმა საბოლოო ჯამში რაღაცა შეფასება უნდა გამოიტანა. ხო, ისტორიკოსი ერთდროულად გამომძიებელიც არის, პროკურორიც არის, მოსამართლეც არის საბოლოო ჯამში. ხო, აი როგორ გინდა ეხლა ეს კაცი შეაფასო? ძალიან ძნელია. ძალიან რთულია. ერთადერთი აი რაც ალბათ არ უნდა ექნა, ეს არის რომ ამ ბრძოლაში გამოიყენა ბიზანტიელები. მაინც უცხო ძალა ჩართო. და როგორც წესი ისტორია ამას არავის არ პატიობს. მაგრამ აი ლოგიკას თუ დავყვევით მისი მოქმედებების, ძნელია ახლა თუ ის ყველაფერი, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თუ პიროვნულ დონეზე მივიდა, მაშინ მისი გამტყუნება ცოტა რთულია. იწყებს ჩვეულებრივად ხო გეუბნებით არა რომ იწყებს როგორც მეფის ერთგული კაცი. მამამისიც გიორგი პირველი, საერთოდ მიჩნეულია რომ ბაღვაშები რატომ გქონდათ სულ ებრძოდნენ ბაგრატიანებს.
გიორგი პირველის დროს მისი ერთგულები არიან და შირიმის ბრძოლაში იღუპება კიდეც მამამისი. ესეც დასაწყისში ერთგულია 1028 წელს ბიზანტიელებმა, ოდესაც საქართველოში ილაშქრეს, ბაგრატი ამ დროს 8 წლისავი და სამხრეთ საქართველო აიღეს, მათ გადაწყვიტეს შიდა ქართლში გადმოსვლა. და შიდა ქართლში გადმოსასვლელი გზა გადიოდა კლდეკარის ციხესთან. ლიპარიტი იყო, ვინც ბიზანტიელებს შეაჩერა. აქ არ გამოუშვა. იქაც მეფის მხარეს იყო. იქაც იომა. ანუ ეს კაცი არ არის რომ თავიდანვე წინააღმდეგია, ეს კაცი არ არის რომ თავიდანვე მეფეს ებრძვის. მეფესთან ბრძოლას იწყებს მას მერე რაც რწმუნდება რომ ეს მეფე გარდა იმისა რომ მის ჭკუაზე არ ივლის, ალბათ წმუნდება იმაში რომ სუსტია რა. ლიპარიტთან ბრძოლის პერიოდში ორჯერ აიღო კიდე ბაგრატმა თბილისი. ერთხელ აიღო იმიტომ რომ თბილისის ამირა გარდაიცვალა და თბილელი ბერები, ანუ თბილისის ზედაფენა უხუცესები მივიდნენ მეფესთან და თხოვეს მოდი და თბილისი აიღო. და შემოვიდა ბაგრატი თბილისში, რა ქვია, დიდი პატივით მიიღეს, ამირას სასახლეში დასვეს ყველაფერი. ბაგრატი ამ დროს ტყვეთ არის, ისა ლიპარიტი ამ დროს ტყვეთ არის სელჩუკებთან. ოდესაც განთავისუფლდა, წამოვიდა და ბაგრატმა როგორც კი გაიგო ლიპარიტი განთავისუფლდა, დატოვა თბილისი და ქუთაისში წავიდა. მერე კიდე ერთხელ აიღო თბილისი, ისევ ლიპარიტის შიშით გაიქცა. ესე იგი, ორჯერ ლიპარიტის დროს და ორჯერ მერე, ანუ 4ჯერ დაკარგა თბილისის აგების შანსი. ბაღვაში არ ჯდება იმდროინდელ ქართულ არცერთ გვარში. არის ვარაუდი, რომ ძველი ლაზურია. მაგრამ არის სხვა მოსაზრება. სულხან საბა ორბელიანს აქვს, რომ ბაღვა არის ღლეტვა, წართმევა, გამწარება და არის ესეთი მოსაზრება, რომ ეს არის ამ გვარის ზედწოდება. ხო. აი მე რო თქვი მე-14 საუკუნის ისტორიკოსი მეთქი, ის წერს, რომ ამათ განაყოფი ყავდათ მერე. ლიპარიტის ძმა, ამ ლიპარიტის ძმა იყო რაჭის ერისთავი. და რაჭის ერისთავები რო იყვნენ კახაბერის ძეები, ისინი არიან ამის განაყოფი არიან ბაღვაშების. ეგენიც ამოწყდნენ და აი ეგენი რო ამოწყდნენ, იქ წერს ისტორიკოსი, რომ დამთავრდა გვარი ბაღვაშთა გამამწარებელთა. ამიტომ არის ესეთი ვარაუდი, რომ ბაღვაში არ არის რეალური გვარი, ეს არის ზედწოდება, რომელიც მას დავით აღმაშენებლის დროს ამ გვარს შერჩა, იმიტომ რომ წყაროებში ძირითადად ესენი მოხსენიებული არიან ლიპარიტისზე. იმდროინდელი ქართული ფეოდალური გვალების წარმომავლობებს თუ გავითვალისწინებთ, ამათი გვარი ხომ უნდა ყოფილიყო ლიპარიტის ძე, იმიტომ პირველი კაცი ლიპარიტი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არ არის ახლა რომ გმირია და ძეგლი დაუდგა და რაღაცა და აი ის რომ ბიზანტიასთან უნდა და მას თუ არ უნდა და მაინც რაღაც მომენტში აკეთებს ბიზანტიის საქმეს. როცა ბიზანტიას ძალიან ეშმაკური პოლიტიკა აქვს საქართველოს მიმართ, ბიზანტიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ესეთი, რომ ეს არ უნდა იყოს ძალიან სუსტი, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი. თუ ძალიან სუსტი იქნება, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ და ვერ დამეხმარება, მაგრამ თუ ძალიან ძლიერი იქნება, ჩემ ჭკუაზე არ ივლის. ამიტომ ბიზანტია ცდილობს ეს ბალანსი დაიცვას. აშოტ ბაგრატიონიდან მოყოლებული ესეა დავით აღმაშენებლამდე, რომ აი ბალანსი და ამ ბალანსის დაცვაში იყენებს ლიპარიტს და ლიპარიტს ეს იმდენად ჭკვიანი კაცი იყო, არ ამგონია ეს გათვითცნობიერებული არ ქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს თვლიდა, რომ ეს არ არის მომოკვდინებელი ცოდვა. ხო, რომ მე აქ ბიზანტიელები სამუდამოდ ხო არ მომყავს, არა? მე ხომ ბიზანტიას საქართველოს არ უერთებ, არა, მე ვიყენებ იმიტომ, რომ ტახტზე დავსვა ის, ვინც მე მინდა. და ვინც მე მინდა იმას რომ დავსვა, მე უკვე მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც მე მინდა და თბილისად შემოვიერთებ და ყველაფერს გავაკეთებ და იმას ვიზამ. უნდა ეს მე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ის არ აკეთებს, ის ვერ აკეთებს. ხო, მაგრამ აი ეს კავშირი უცხო ძალასთან, აი ეს არის ის, რასაც ისტორია არავის არ პატიობს. რამოდენიმე წლის წინ კოვიდამდე იყო, მე მგონი, თურქეთში გადაიღეს სერიალი ალფარსლანზე. პირველი სერია იყო გახდა ჩვენთან ცნობილი, იმიტომ რომ პირველ სერიაში ხდება ესეთი რამე.
ლიპარიტ ბაგვასში ჩავარდება ტყვეთ. აი როგორც რეალურად არის. ოღონდ ფილმში ცოტა შეცვალეს. და თოგრულ ბეგის ბრძანებით ლიპარიტ ბაგვას თავს ჭრიან. იმ ფილმში თურქებმა რო გადაიღეს. ეს ამბავი გავრცელდა საქართველოში. ეხლა ცოტა ისეთი სიტუაცია და ამას მოყვა დიდი აღშფოთება, რომ ისტორიას გვიმახინჯებენ. და მოსაზრებაც კი იყო, რომ თურქეთის საელჩოსთან გავმართოთ საპროტესტო აქცია. იმიტომ რომ ლიპარიტი არ მოუკლავთ ის მხოლოდ დაატყვევეს და გაანთავისუფლეს, არა. სხვათაშორის ის სერიალი მე როგორ გაგრძელდა 10 ვიცით და აღარც ვიცით, იმიტომ რომ იქ მე ლიპარიტი აღარ არის და რა ხდება არ გვაინტერესებს ნაკლებად. ანუ ამიტომ მე გითხრათ რომ არ არის ესე ცალსახად. როგორც ჩვენ ვიცით რომ აი ეს რა ქვია წინააღმდეგია. მე სხვათაშორის ლიპარიტის შვილი ივანე არის. რომელიც ასევე დასაწყისში მეფის ერთგულია. უბრალოდ მე სელჩუკები რო გამოჩნდებიან, მე გადადიან უკვე სელჩუკების მხარეზე და მე უკვე შვილი-შვილია ლიპარიტ მეხუთე, რომელსაც დავით აღმაშენებელი შეიპყრობს და ამითი მე ეს გვარი ფაქტობრივად უკვე თავდება. აი ის მტრობა რაც არის ბაგრატიონებსა და ბაღვაშებს შორის ლიპარიტ მეოთხის მერე ის უკვე გასაგებია და ლოგიკურია. იმიტომ რომ ეს უკვე გადაიზარდა პიროვნულში და გადაიზარდა საგვარეულოებს შორის, მაგრამ ის რაც ხდება ლიპარიტ მეოთხესა და ბაგრატ მეოთხეს შორის, ეს როგორ გითხრათ, ჩემი აზრით ცოტა რთულია ეხლა ესე ამდენი წლის მერე, მაგრამ ალბათ მეფე ცოტა დამნაშავე იყო იმაში, რაც მოხდა. და არ არის ეს კაცი, ვიმეორებ, აი ესე მისთვის რომ გეთქვა რომ საქართველოს მოვალატე ხარო, მე დარწმუნებული ვარ თავს მოგაჭრით. ის თავისი იმით იბრძვის ამ ქვეყნის გაძლიერებისთვის. უბრალოდ მას ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად უბრალოდ ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც რაღაცას ვაფასებთ და ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, როდესაც ვამბობთ ღალატს და მოღალატეს. იმიტომ რომ ამაზე დიდი განსაშინელი სასჯელი ისტორიას არ გამოაქვს, იმიტომ რომ ამ ზაფერი არ შველს, მოყოლოდ და ჩამოგონდეთ. მაგრამ არ არის ყოველთვის ესე მარტივად ეს ყველაფერი და არ არის ესე მარტივად განსასჯელი. რაღაცეები არის, რაც აქსიომასავით გადადის და არ ვფიქრობთ რომ ესე არის. აი მაგალითად, ყველა წიგში წერია, მეც სულ ესე ვამბობდი, სანამ ერთმა ადამიანმა მითხრა რომ მიშამანდა მაინც ეგრე არ არის. მაგალითად, ყველგან წერია რომ დავით აღმაშენებელმა შექმნა მსტოვართა ინსტიტუტი. არ შეუქმნია. არ წერია რომ მან შექმნა. არ წერია რომ მან შექმნა. წერია რომ იყო, მაგრამ მანო შექმნა ეს არ წერია. ასე რომ სავარაუდოდ გააძლიერა სხვა საკითხია. ხო, ანუ რაღაცეები ხდება ისეთი რომ აი არ ვფიქრობთ რა და მექანიკურად გადაგვაქვს ახლა. ვისაც არ უნდა გახვიდე და უთქვა ლიპარიტ ბაგვაში ყველა კაცს მოღალატეა. ამას ბევრი რამეა გაკეთებული. 10 თონის მთაზე არის მისი აღაპი, ეს არ ხდება ესე მარტივად, ხო? როგორც ჩანს, ეხლა როგორ იმ 10 თონის მთაზე აღაპი რო გაუწესეს, არ იცოდნენ ეს კაცი ვინ არის და მეფეს როგორ ებრძოდა? მაგრამ როგორც ჩანს, დაინახეს მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი, განსაკუთრებით მას მერე რაც ბერად აგიკვეცა და ესენი გააკეთა. რამაც ის გარკვეულწილად გადაწონა. ამიტომ როცა ვამბობთ რომ ეს ისიც არ უნდა დავივიწყოთ რაც აქვს გაკეთებული და ასე ვთქვათ ყველაფერი ერთ იმაში ქვაბში არ უნდა ჩავყაროთ და ერთნაირად არ უნდა მოვხარშოთ. იმიტომ რომ ისტორიაში არის, მაგრამ არც თუ ისე ხშირად რომ ეს მანდამაინც ან მარტო შავი იყოს, ან მარტო თეთრი იყოს. რაღაცეები იქ სხვადასხვა ფერებით შემოდის და ეს კაცი ამ ხელა მოღვაწე იყო ვიმეორებ. ამდენი რამე გააკეთა. და ესე მივიწყებული არის. ან თუ არ არის მივიწყებული, ესე ხელს წამოუკრავთ ხოლმე რომ მოღალატე იყო. არაფერი, თითქოს არაფერი არ გაუ. ეს არ ნიშნავს რომ ეხლა ეს სანიმუშო კაცი იყო და ძეგლი უნდა დაუდგა და არ იქა მის მაგალითზე უნდა გავზარდოთ. არა, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ამ კაცის მოქმედებას ჰქონდა ახსნა, გარკვეული ახსნა მისი მოქმედების არ ნიშნავს რომ მას დავეთანხმოთ. მაგრამ გავიგოთ რატო აკეთებს ესე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ არის დეტალები, რომლებსაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ.
ცნობილი ფაქტია, მაგალითად, მონღოლები, როდესაც შემოვიდნენ, ერთ-ერთი პირველი, ვინც მონღოლების მხარეს გადავიდა, იყო საქართველოს ჯარების ამის პასალარი აბაკ მხარგრძელი. ამის პასალარი პირველი გადადის მონღოლების მხარეს. რატო? პირადი ინტერესები ჰქონდა, რომ არ დაეკარგა გავლენა. რატო დაკარგავდა გავლენას? აი გვავიწყდება თავი ერთი მომენტი, რომ მონღოლები რომ მოდიან, იმ მონღოლებს მოყვება ტარსაი ჭორბელი. ორბელთა საგვარეულოში თავმოვალ და თუ გავიხსენებთ, რომ ხარჯელებმა თავისი მთელი კარიერა ორბელების დანგრევის ხარჯზე გააკეთეს, გასაგებია ხო იმ კაცის შიში. მოდის ის საგვარეულოც მისმა წინაპრებმა თავის დროზე დაამხეს. და ის კაცი მოდის მონღოლთა ჯარით. და ავაგი მარტო თავის თავზე კი აღარ ფიქრობს, ავაგი ფიქრობს თელ თავის საგვარეულოზე, ყველაფერზე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგოს და ხვდება რომ ერთ-ერთი ვიბერებს შეიძლება არ გაამართლა. მაგრამ მიხვდე რატო აკეთებს ამას. ეხლა მარაბდის ბრძოლაში თეიმურაზ პირველზის ერთ-ერთი ის არის, რომ რატო იბრძოლა და თქვათ უკან არ დაიხია. როგორც სააკაძე ურჩევდა. ვერ იბრძოლებდა, ვერ დაიხევდა უკან, იმიტომ რომ ბარათაშვილები ეუბნებოდნენ, ხოლმე დავიწყოთ ბრძოლაო. თორე ჩვენ წავალთ ბრძოლის ველიდან უნდა. ბარათაშვილები ამას რატო ეუბნებიან? იმიტომ რომ ირანელებს კარეს ყაფლან ორბელიანი იბრძვის, მათი ნათესავი და ეშინიათ ყველაფერს დაკარგავ. არის ზოგჯერ რაღაც დეტალები ისტორიაში, რაც მე ხსნის იმას, რატო ხდება ესე და რატო ხდება ისე და აი ამას ჩვენ ყველაფერს ვივიწყებთ ხოლმე და არ ვიცი ხა რამდენად კლიანად დაგანახეთ ის სურათი რაც ხდებოდა, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა, რომ აი ის რო შეფასება, რომელიც ჩვენ გვაქვს, თქვა ბაგრატისა და ლიპარიტის ურთიერთობის, ესე ცალსახად არ შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ მოღალატეა, არ იქა მეფეს ებრძოდა, ამის გამო ეხლა ანათემას გადავცეთ. ამ კაცს ჰქონდა თავისი პრინციპები, ჰქონდა თავისი მიზნები, რაღაცეები გააკეთა და არც თუ ისე უმნიშვნელოვანესი ამ ქვეყნისა და საქართველოსთვის. თუ გიყვარს წერა, თუ გაქვს სათქმელი სამყაროსთვის და თუ გინდა რომ დაწერო წიგნი, მაშინ გვესტუმრე, აქ გვაქვს კურსები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, აქ გასწავლით წერას და გამოცემთ თქვენ საკუთარ წიგნს.